მედობას გილოცავთ ხახო, ახალ წელიწადს გილოცავთ. ყველაფერს იმ კარგს გისურვებთ, რაც თქვენ ჩაგიფიქრებიათ თქვენი ოჯახებისთვის, თქვენი მეგობრებისთვის. გილოცავთ ხახო. მე ერთ ესე დავამატებ, რომ რაც ამ ახალ წლებზე ერთმანეთს ლოცვა გაუგზავნეთ, ალოცვა გაუგზავნეთ და კეთილი სურვილები უსურვეთ, არც ერთი არ აგაცდინოთ ღმერთმა. სიკეთით მენახეთ ყოველთვის. ეხლა კი არ არის ცუდი სხვათა შორის. ხო, ეხლა მე იმას ვუყურებ, რატო არ დალია? გეშინია რომ მოგეკიდოს? მე არ ვსვამ და თან საჭესთან ვარ. ამიტომ მე ხო ველოსიპედით დავდივარ სულ. ფაეტონით. მე ვამბობ ხოლმე რომ ფაეტონით ვარ მოსული. მალე, მე მგონი ის რო არის რომ ჩვენ მაყურებელს ალბათ აინტერესებს ამ ახალ წელს რითი შემოვდივართ საერთოდ და მოდი აბა უთხრათ. მეგობრებო, ძალიან საინტერესო ვარიანტი გელით რა. გელით ჩვენი ნადირობა, თან წარმატებული ნადირობა, ძალიან მაგარი სანახაობა, რომელიც ბელარუსში ჩვენ ვიწვნიეთ და უკვე ავითვისეთ ეს სანახაობა და ეხლა გვინდა რომ შემოგთავაზოთ თქვენ. ჩვენი მემონტაჟეები გამოვლენ, იმუშავებენ, დახვეწავენ ამ ვიდეოს და შემოგთავაზებთ ძალიან მაღალი ხარისხით. გირჩევთ მარტო ტელეფონებში არ უყუროთ ჩვენ ვიდეოებს, უყურეთ ტელევიზორშიც, იმიტომ რომ ძალიან კარგი სანახაობა გელით. ძალიან უხვად არის დახუნძდული ემოციებით ეს ნადირობა და ამიტომ თქვენ გექნებათ საშუალება თვალყური ადევნოთ ორ ფილმად იქნება თუ სწორად მახსოვს. არ ვიცი ახლა იქ როგორ იქნება ტექნიკური საქმე. ორ ფილმად იქნება გაყოფილი, იმიტომ რომ დიდი მასალა არის და ჩვენ ჯგუფი შესთავაზებს ჩვენს მაყურებელს ძალიან ლამაზ და საინტერესო სანახაობას ეს იანვარს რაც ეხება. და კულინარია არ იქნება, სამ ნაწილად იქნება დაყოფილი. სამ ნაწილად იქნება, მართლა კულინარიაც იქნება და მე საერთოდ ეჭვი მაქვს რომ კულინარია ჩვენ კიდე რახან ხორცი ჩამოვიტანეთ. შეგვიძლია რომ აქაც მივცხოთ კულინარია ამ ახალი წლის დღეებს დააკვდება ზედ მინდა გითხრა რა. ხახო იმასაც გეტყვით რომ ძალიან დიდი რაოდენობით ხორცი დაუტოვეთ მეურნეობას და ვთხოვეთ რომ ახლო მიდამოებში მცხოვრებ ხალხს ძალიან ვთქვათ დაურიგეთო და ისეთი ბედნიერები ქართველებისგან ისეთი ბედნიერები იყვნენ რომ ვერ წარმოიდგენთ თურმე აღმოჩნდა რომ მათთვის ლოსის ხორცი ყოფილა თურმე სანატრელი და ძალიან დიდი მადლობები გადაგვიხადეს ამისათვის. ბიჭო, საინტერესო მოდი ბარემ ახლა ცოტა გადახვევა არის თემდან. დრუნჩები რომ მოაჭრეს გახსოვს? დელიკატესი ყოფილა, არ ვიცოდით ნამდვილად. ამ ჩვენ ლოსებს დააჭრეს დრუნჩები და თურმე რაღაც ძალიან ისეთ სუპერ იმას აკეთებენ. შეჭამანს. ეს ხო და საინტერესო იქნება ერთ-ერთ ჩასვლაზე ეგეც უნდა გავსინჯოთ. ეხლა მოდი მაინც ერთი ორი სიტყვით სამომავლო გეგმები უგთხრათ. რა სავარაუდოდ დიდი იმედი მაქვს რომ იხვის შემოვა, რასაც ქვია. მე და მალენი ალბათ დასავლეთს ვესტუმრებით, ესეთი კი, გეგმაში არის ესეთი ამბავი. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრსაც შევხვდებით ხახო, იმიტომ რომ აქედან მხრიდან ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი გიყურებს. კი, რა თქმა უნდა, წინასწარ გესალმებით დასავლეთელებს, მალე ჩამოვალთ, ავაწიოკებთ იხვებს მანდ და ერთი რამე შემიძლია გითხრათ რომ თუ გამოვიდა გვაქვს მოპატიჟება დავით კერესელიძესგან, დავკპატიჟა ფოტოში, მე ესე მახსოვს. დავით, ჩვენ გვახსოვს შენი დაპატიჟება. ჩამოვალთ. ასევე მახსოვს რომ ჩვენი შესანიშნავი სამეული რომელიც ხონში ველოდება. ხონელი ბიჭები კი, ჩვენი მეგობრები. გადასარევი ხალხი მოკითხვა ბიჭებო გენოცვალეთ. მაგ ხალხსაც უნდა ვესტუმროთ და კიდე გვაქვს ერთი ორი დაპატიჟება, ასე ვთქვათ, შემოთავაზება გურიიდან და მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დატვირთული იანვარი გვექნება და იანვრის მეორე ნახევარში ალბათ და თებერვალში უკვე დამონტაჟდება ეს ყველაფერი და ჩვენი მაყურებელი ამას იხილავს. მინდა აქვე კიდე აღვნიშნე ესეთი რამე ხახო, რომ ერთი ძალიან კარგი საინტერესო ადამიანი არის ჩვენს რიგებში, რომელსაც ქვია შალვა კუსიანი, აკეთებს კამუფლირებულ, უბრალოდ კამუფლირებას უკეთებს იარაღებს ძალიან მაღალი ხარისხით და აი ეს კაციც გვეპატიჟება ბიჭო კახეთში, ქედანზე განადირებო ძალიან მაგრათო და ლაგოდეხში თუ იცი? აი როგორც კი შევამჩნევო რომ ლაგოდეხში, როგორც კი შევამჩნევო რომ ჭარბი რაოდენობით იქნება დაგირეკროთო და იქნებ მოვახერხოთ და იქაც შალვა შენთანაც მოვალთ დამიკო. აუცილებლად მოვალთ ქედანი და კახეთი.
ზამთრის შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი არის მე რომ მკითხო და აუცილებლად თუ გაგვიმართლა შეიძლება ალაზანზე იხვიც შარშან იყო კარგად შემოვიდა და ნახოთ წელს რა იქნება ნახოთ ყოველ შემთხვევაში იმედები გვაქვს ახლა ისევ ერთად ვიქნებით დარწმუნებული ვარ თქვენთან ერთად რა თქმა უნდა თქვენი ძალისხმევითაც და ძალიან გთხოვთ ვისაც ჯერ არ გამოგიწერიათ ჩვენი არხი გამოიწერეთ არ გეტყვით აღშემოთავაზებაზე ნამდვილად თუ არს ვერ გეტყვით რაც მეტი გამოწერი გვეყოლება მით უკეთესი და ძალიან გაგვახარებთ თუ აი ამ თოფის გადმოცემას და სხვა საჩუქრების გადმოცემას დავამთხობთ 20000 გამომწერს ნამდვილად ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება ეხლა მოდი კიდევ ერთხელ მიულოცოთ აუცილებლად დამდგარი უკვე ახალი წელიწადი და ვუსურვოთ ყველაფერი საუკეთესო მეთმა სიკეთით მანახოს თქვენი თავი და ბედნიერება და მშვიდობა თქვენ ოჯახებს კიდევ ერთხელ გემადლიერებით ჩემო მეგობრებო იმისათვის რომ ჩვენი მაყურებელი იყავით გასულ 24 წელში და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ უფრო მეტნი გავხდებით იქნებ გავორმაგდეთ კიდევაც შეფრის შაქარი ამბედობა დღეს იქნება რაღაცა კარგი დღეს გილოცავთ ხალხო მრავალჟამიერ გეხაროთ და გებედნიეროთ დროებით დღეს დადგა ზუსტად ის ნანატრი დრო ჩვენთვის ნანატრი ოცნება იმედია რომ თქვენც ელოდებოდით ამ მომენტს როდესაც მივფრინავთ ბელარუსში ასგეთ კარგი სუსხიანი თოვლიანი ამინდი არის როგორც მონადირეებს შეეფერებათ რა უკვე რაღაცა ისეთი განწყობა გვაქვს საახალწლო მონადირული спасибо это было что-то გაუმარჯოს აკაურობას გაუმარჯოს ჩვენს მონადირეებს და გაგიმარჯოთ ჩემო მონადირეებო ყველას ერთად რა თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი ეს ძალიან დაგვეხმარება